დღეს ხდება გამოვლენა გამარჯვებულების კონკურსში მეომბუდსმენი, რომელიც უკვე მეხუთედ იმართება. კონკურსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რისაც მათ, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას მოვახსენებ. ჩვენი მიზანი იყო და არის წავახალისოთ ახალგაზრდობა, რომ მათ უფრო მეტი გაიგონ ადამიანის სულების შესახებ, უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული ადამიანის სულების შესახებ და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავს კონკურსებს, რომ უფრო მეტი ცოდნა, მეტი ინფორმაცია გავცემდეს ადამიანის სულების შესახებ და მიმდინარე წელს ჩვენ ასევე ვაპირებთ სპეციალური ადამიანის სულებათა სკოლის დაფუძნდება სახელმწიფოს აპარატთან. ეს იქნება ერთგვარი ახალი ინსტიტუტი, ახალი ორგანო, რომელიც სისტემატიურად იმუშავებს იმისთვის, რომ ადამიანის სულების შესახებ განათლება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის ახალგაზრდობისთვის, სტუდენტებისთვის იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა თემებზე და ჩვენ ამ მართულებით კიდევ უფრო მეტ საქმიანობას გავაგრძელებთ. მე არ მინდა გავაგრძელო ძალიან თავარი მე ვფიქრობ იყო ის, რომ თქვენ მონაწილეობდით ამ პროცესში და უკვე ამ პროცესში მონაწილეობა არის გამარჯვება. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც პირველი და ასე ვთქვათ მეორე ადგილები და დღეს გამოვლინდებიან, რა თქმა უნდა, გამარჯვებული გუნდები, მაგრამ თავარი მაინც ვფიქრობ არის მონაწილეობა და ის, რომ თქვენ მიიღეთ გარკვეული ცოდნა ადამიანის სულების შესახებ, რომელიც მომავალში თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში. მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ თქვენთაგანი მომავალში გახდეს სახელმწიფო დამცველის აპარატის თანამშრომელი. კიდევ უფრო შორსაც წავალ და ვიტყვი შესაძლოა სახელმწიფო დამცველი გამოვიდეს ზოგიერთ თქვენთაგანი და მომავალში სწორედ ის ცოდნა, რომელსაც დღეს იღებთ და დღეს ამ კონკურსის შედეგადაც მიიღებთ, შესაძლოა გამოგადგეთ იმაში, რომ თქვენ უფრო მეტი გააკეთოთ ადამიანის სულებათა მდგომარეობის შესაძლებლად ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობდით და მოგახსენებათ 500-ზე მეტ, დაახლოებით 500-მდე გუნდი მონაწილეობდა აღნიშნულ კონკურსში და ჩვენთვის თავარი არის სწორედ ის, რომ ეს ინტერესი არის ძალიან დიდი ახალგაზრდობის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვისაც არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი წამახალისებელი მომავალში კიდევ უფრო მეტი ღონისძიებები გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ ხელი შეგიწყოთ, იმისთვის, რომ მიიღოთ მსგავსი ცოდნა და გამოცდილება. მე მინდა მისასალმებელი სიტყვისთვის ხალბატონი თამარ სანიკიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დიდი მადლობა სახელმწიფო დამცველის აპარატს, რომ ნამდვილად თავში ჩაუდგა ესეთ სათავეში ჩაუდგა ესეთ მნიშვნელოვან და მე ვფიქრობ დღეს ძალიან საჭირო პროექტს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფინანსური მხარდაჭერისათვის და ზოგადად მხარდაჭერისათვის. ორიოდე სიტყვით ვიტყოდი, რა მდგომარეობა მოსწავლეთა აქტივობის მხრივ საქართველოში. ეს არის იმდენად პოზიტიური მაჩვენებელი, რომ ალბათ ეს ყოველდღე უნდა ვიმეოროთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ჩართულობა. მაგალითად 2014 წელს მხოლოდ საგნობრივ ოლიმპიადებში სხვა პროგრამებს რო თავი დავანებოდა, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი პროგრამა იყო და ყველგან იყო ჩართულობა ძალიან მაღალი. მოსწავლეთა რაოდენობის 40% იყო ჩართული და მონაწილეობდა. ეს არის მართლაც მისასალმებელი. თემატიკა, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ, ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენ იცით, რომ ზოგადად გლობალური პრობლემაა და ყველა ქვეყანა და მსოფლიო ებრძვის აი ამ ასე ვთქვათ უკანონობას. ამიტომ ის წვლილი, რომელიც თქვენ სათითაოდ ყველა შეგაქვთ, აი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოხდი და ეს мотиваცია თქვენ არ უნდა დაკარგოთ. არ აქვს ნამდვილად მნიშვნელობა, ვინ არის დღეს გამარჯვებული, ვინ იქნება ხვალ გამარჯვებული, ზებრინ იქნება, მაგრამ ის, რომ თქვენ ამაში მონაწილეობთ, ის, რომ თქვენ ეს პრობლემად მიგაჩნიათ და ის, რომ თქვენ ცდილობთ ამ პრობლემების დაძლევას, არის ზუსტად ეს შედეგი, რომელსაც ჩვენ ველოდებით მსგავსი აქტივობებიდან. ამიტომ მე მინდა რომ მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება. კიდევ ერთი აღნიშნო, რომ თქვენ ხართ ზუსტად იმ კლუბების, სამოქალაქო განათლების კლუბების წევრები, ლიდერები და ასე შემდეგ. ანუ თქვენი ამ ხრივ აქტივობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ პროექტით. ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. ულოცავთ სკოლებს, რომელიც მოსწავლეების თქვენ ბრძანდებით, ილოცავთ თქვენ
და გისურვებთ წარმატებას და გისურვებთ რომ ნამდვილად თქვენი მონდომება არ ყოფილიყოს ასე ვთქვათ ამაო და დამერწმუნედ არც იქნება და მე ვიცი რომ თქვენ სიტყვას იტყვით აი ამ პრობლემის მოგვარებაში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენი თანადგომის ლედი რა თქმა უნდა ვდაგმოვთ. დიდი მადლობა. ბატონ იანოშ ჰერმანს მედაფალო. მოგმართოთ. Mr. Public Defender, Madam Minister, ladies and gentlemen, it is really a pleasure to join you, welcoming all of you who come today to this important award ceremony of the competition Me Ombudsman. Ბატონო სახელმწიფო დამცველო, ქალბატონო მინისტრო, პატრიოტები სტუმრებო, გამარჯვებულებო. ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიალზე ყოფნა და მონაწილეობის მიღება. You know quite well that this is a competition organized by the Ombudsman, the Public Defender's Office, and supported by the European Union and by the Ministry of Education and Science. თქვენთვის ცნობილია, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში და ეს კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის ხელშეწყობით და ასევე განათლების სამინისტროსთან ერთად. This is the fifth competition, and I understand that 500 students participated in this fifth edition. ეს იყო მეხუთე კონკურსი და თქვენთვის ცნობილია, რომ ამჯერად კონკურსში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მოსწავლემ, გუნდმა. They come not only from Tbilisi, but from the regions, from all over the country. და არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს ყველა რეგიონიდან. This is very significant because I imagine that the participation of these students will have an impact, will move a bit also the surroundings of the students. Families and friends will get interested in human rights and will get familiarized with human rights. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უშუალოდ მოსწავლეებმა, მათ ირგვლივ სიტუაცია გამოცოცხლდა. მათი ოჯახის წევრები, მათი მეგობრები, მასწავლებლები, მეზობლები, ყველანი დაინტერესდნენ ადამიანის უფლებებით და საქართველოს სახალხო დამცველის როლით. Let me say on this occasion that the European Union is very proud working with the public defender on building a culture of human rights in this country. I would say strengthening a culture of human rights in Georgia. და მე სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ თანამშრომლობთ საქართველოს სახალხო დამცველთან და ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ საქართველოში დავაარსოთ ადამიანის უფლებების კულტურა. The public defender works independently and expresses voices and opinions which are free. სახალხო დამცველი მუშაობს დამოუკიდებლად და გამოხატავს თავისუფალ აზრს და ძალიან ხშირად კრიტიკულად გამოდის. So do also non-governmental organizations. და აკრიტიკებს მთავრობას. იგივე საკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. What is important for us is that we are entirely convinced that free exchange of opinion is the cornerstone of any democratic society. It is essential for the functioning of any democratic society. ჩვენ ვიცით, რომ აზრის თავისუფლება არის თავისუფალი საზოგადოების ქვაკუთხედი. So
It is therefore understandable that we will continue working very closely with all the partners in Georgia who can contribute to strengthening even more this current, so much necessary in democratic conditions. და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ იმისათვის, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდეს. I think that was important for me to state when I attend an event of this nature together with the public defender. და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისეთ ღონისძიებაზე, სადაც მე გამოვდივარ ევროკავშირის სახელით და გამოვდივარ საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად. But it is in this spirit that we encourage all our partners in Georgia, the authorities, to continue working together with us to promote free spirit and democracy in this country. ჩვენ მოუწოდებთ ყველას გააგრძელონ მუშაობა იმისათვის, რომ გაძლიერდეს დიალოგი და თავისუფლება. Based on an open and cooperative approach. და ეს უნდა გაკეთდეს ღიად და ერთმანეთთან თანამშრომლობით. And finally, and that is probably as important as the earlier statements I have made, და ბოლოს, მაგრამ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც უკვე ვთქვი. or in other words, last but not least, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. it is a pleasure for me to personally congratulate the winners. მიხარია, რომ პირადად შემიძლია მივულოცო გამარჯვებულებს. First, the 5 girls, პირველ რიგში 5 გოგონას, Tatya, Nino, Tamar, and 2 Mariams, თათიას, ნინოს, თამარს და 2 მარიამს and also 1 boy, და Luca. ერთ ახალგაზრდა ყმაწვილს, ლუკას. You deserve these prizes. თქვენ ეს პრიზები დაიმსახურეთ. You represent the future. თქვენ წარმოადგენთ საქართველოს And I მომავალს. wish to all of you personally the best in your personal and professional lives in the years to come. და მინდა გისურვოთ წარმატება პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. Thank you very much. for დიდი your attention. მადლობა. დიდი მადლობა. მე მინდა ახლა ვთხოვო ორიენტაციით მოგმართოთ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ, შეიძლება გაიკვირდეთ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამჟამად, თუმცა ბატონი არჩილი 5 წლის წინ მუშაობდა სახელმწიფო ოფისში და ის არის ამ იდეის ინიციატორი. მაშინ სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდა პირველად მსგავსი კონკურსის ორგანიზება და მინდა რომ ვთხოვო მოგმართოთ. დიდი მადლობა ბატონო ომბუდსმენო, მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაუხადო სახალხო დამცველს ბატონო ჩანანუაშვილს, ასევე ევროკავშირს და იმ ადამიანებს, რომლებიც ომბუდსმენის ოფისს უკვე ბევრი წელი ეხმარებიან შესაძლებლობების გაძლიერებაში, აქ ხედავ ჩემს კოლეგებს და მეგობრებს და ვფიქრობ ასევე რომ ეს მოწვევა ჩემთვის პირადად, რა თქმა უნდა, არის ძალიან პოზიტიური ჟესტი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვარ ამ კონკურსის, არამედ იმიტომაც, რომ ეს ჟესტი მოწვევა ამ კონკურსის დაჯილდოებაზე ერთიორად ზრდის ჩემს მოტივაციას, რომ ომბუდსმენის აპარატთან და სახალხო დამცველთან გქონდეს ძალიან ჯანსაღი და კონსტრუქციული თანამშრომლობა და უფრო მეტად გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, ის რჩევები, რაც აქვს ხოლმე ტრადიციულად ომბუდსმენს ადამიანის უფლების დაცვის კუთხით. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეხო თავად კონკურსის არსს, ეს არის ვფიქრობ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონკურსი, რომელიც ორ ამოცანას ემსახურება, ერთი რომ მოხდეს ადამიანის უფლებების თეორიის, ასე ვთქვათ, გაცნობა, პოპულარიზაცია და უფრო დამკვიდრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენს აზროვნებაში და მეორეს მხრივ თავად ომბუდსმენის აპარატის პოპულარიზაცია, რომელსაც მართლა აქვს უნიკალური როლი ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს სახელმწიფოში
და არის ალბათ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ციხესიმაგრე. კონკურსის მიმდინარეობისას ალბათ ძალიან ემოციური ის რომ ბოლოს მონაწილეები, ფინალისტები ბოლო ტურს ატარებენ თვითონ ომბუდსმენის აპარატში, იქ შეუძლიათ ამოცანებს, კაზუსებს გაასცენ პასუხი, კონსულტაციები გაიარონ, გამოიყენონ ის წიგნები, რაც ომბუდსმენის აპარატში არის დაცული და შეეჩვიონ იმას, რაც ბატონმა უჩამ თქვა, რომ მომავალში შესაძლოა თითოეული თქვენთაგანი გახდეს ადამიანის უფლებათა დამცველი, ამ ოფისის თანამშრომელი, ან შესაძლოა თვითონ სახალხო დამცველიც, რაც რა თქმა უნდა ძალიან საპატიო მისიაა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ იმ პრიზების გარდა, რასაც თქვენ მიიღებთ დღეს, ყველა მონაწილემ მე მგონი მიიღო უფრო მთავარი პრიზი, ეს არის ცოდნა და საკუთარი თავის რწმენა, რომ საქართველოში დღეს შეიძლება აქტიურობით, შრომით, მეტი ინფორმაციის გაცნობით გაიმარჯო და დაუმტკიცო სხვებს, დაუმტკიცო შენს თანაკლასელებს, პედაგოგებს და მთელ საზოგადოებას, რომ ამის მიღწევა არის შესაძლებელი და ამის მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ იმით, რაც თქვი და არა თქვა სხვა გარემოებებით, მხოლოდ მიზანდასახული, შრომელი და ლიდერის უნარჩვევების მქონე ადამიანები აღწევენ იმ ადგილს, რომელსაც დღეს თქვენ დაიკავებთ და რა თქმა უნდა, ალბათ დარწმუნებული ვარ თამარსაც, ბატონ უჩასაც, მეც და ბევრ ადამიანს ამ დარბაზში შეიძლება ჩვენი ბიოგრაფიების გარკვეული მონაკვეთები გვახსენდება, იმიტომ რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას ამ ტიპის პროექტებში, აქტივობებში და ჩვენ ვცდილობთ, რომ გაგვიგო მეტი ადამიანის უფლებების შესახებ. ყველას მინდა გისურვოთ წარმატება და მე დღეს ძალიან ამაყივარ, რომ თქვენი თაობა ისე მაგრად დგას ცოდნის და პროგრესის წინა ხაზზე. დიდი მადლობა ბატონო. მადლობა ბატონო. მინდა გისურვოთ წარმატებები მახალ პოსტზე, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ღირებულებებისა და პრინციპების დანერგვა, რომელსაც თქვენ წლები ემსახურებოდით ჩვენს ინსტიტუტში. ახლა გადავდივართ, მე ვფიქრობ, ყველაზე აქ დამწრეთათვის ძალიან საინტერესო ეტაპზე უკვე უნდა დავასახელოთ ის ჯგუფები, ის ადამიანები, ვინც გაიმარჯვეს. პირველი ადგილი ჟიურის გადაწყვეტილებით მიენიჭა გუნდი ხოჭოები, ეს არის ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, თათია ბოლქვაძე და ნინო ბერიძე. და პრიზები. ცოტა მძიმე არის. მეორე ადგილზე გამარჯვებულებისთვის მე მინდა გადავცე მოუწიო ქალბატონი თამარ სანიკიძე, ლუკა აშხატოვი, მარიამ გოგიჩაიშვილი. ეს არის მეორე ადგილი გუნდი ლიბერტასი თბილისი. ლუკა და მარიამი არ არიან? ლუკა აშხატოვი, მარიამ გოგიჩაიშვილი. გადავცემთ აუცილებლად. მესამე ადგილი. და მესამე ადგილი მარიამ ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ნოზაძეს და ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეს თამარ კახოძეს. ასე ბატონ იანოშ ამას პროგრამ მან გადასცეს ერთ-ერთი. აბა თქვენ თამარი? ერთი თამარი და მეორე მარი. მოდით მოგევასოთ და წარმატება მიგეთ. და ბატონმა ელჩმა გადასცეს. So the prizes for Tamar and Mariam.
გაუგზავნით ბავშვებს. ყველა ფინალისტი და ასევე ჩვენ ვაჯილდოვებთ ყველა მონაწილეს ფინალისტებს. მინდა რომ მოვიწვიო აქ ესენი არიან გუნდი მარინა კაპანაძე, ნათია ტიღლაძე. ხო, თქვენ საიდან გითხულობთ? ხო, აი აქედან დავიწყოთ მარიამ ტყემ. ხა, ოკეი. მარიამ ტყებუჩავა. ჯერ მარიამ ტყებუჩავას იქ მივყვებით. მარიამ ტყებუჩავა, მარიამ წივილაშვილი. ჯგუფი კოღო. კოღოები. ფოტოები იყო. Out. Mariam იყო. პრიზები. მარიამ იმერლიშვილი, თამარ ხატისაშვილი. Ombuds girls. თამარი. Marina Kapanadze, Natia Tevladze. Gунდი Mari. Maria. Lana Sirbiladze, Tamta Shavianidze, liberali. Lana. Maria Mantadze, Elena Koyava. Gundel Boss. Mariam to Elena. Okay. Elisabeth Churgaya, Veliko Metaxa, Leges. Keromeli. Me. Georgi Dolbaya, Mariam Dolbaya. Churgaya, Mamawali Derek. Ani Bartaya, Tinatin Guazava, Tievi. Bartaya წერია ბართია. Bartia, უკაცრავად, Ani Bartia. Ani. Georgi Charkselani, Anastasia Panayoti. Expenders. Georgi Iakobashvili, Khatia Tigladze, Athena. Ana Khitarishvili, Tinatin Khitarishvili, Alamdar.
ანა რომელი ხარ? ლალი ჭიღლაძე, რატი ნადირაძე, სალოს. ლუკა წორწომია, თამუნა ბაბასკერი, Dream Team. ოთარ ბენდელიანი, ანი ხაინდრავა, ოთანი. Solo. და სურათზე შეგიძლიათ მოტოვოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ თითოეულ მონაწილეს. დიდი მადლობა ევროკავშირის წარმომადგენლობას, კანცლერისა და მეცნიერების სამინისტროს, ყველას ვიწყებლოდა მონაწილეობას, განსაკუთრებით მადლობა ჩვენს ჟიურის, ერთ-ერთი წარმომადგენელი ბატონი გიორგი გვესწრება კოცელიძე და კიდევ ერთხელ მადლობა და მინდა გისურვოთ წარმატებები.